გამაღვიძე თეკლა. გავაღვიძოთ თეკლა. გაგაღვიძებ თეკლა. გაგაღვიძებ. ეს არა. არც ეს კარგია. ამას ხო ვერაფერს ვერ დაარწმუნე. ხედავაშა რაქნა მე დავტოვე წერილი გამაღვიძეთ მეთქი და ამან კიდე ასაფეთქებელი ამიფეთქა ოთახში. რასლა? გამაღვიძეთ თუ გამაღვიძეთ? მართლა? კარგი ნიკა, რა საქციელია ახლა ეგ, რა წესია. თეკლა ეს როა ფეთქა ნიკამ, როა გიფეთქა იქ საძინებელში მაგიტო გაქვთ მები ეგრე თუ? შენ ბუნებრივად აგაგე. ჩაღლაშა, იმის მაგრად რომ ის უთხრა ბავშვს. შენიშნა მისცე კიდე უარესებს აკეთებ ამ ხელაკაცი, კარგი რა. შენიშნა რა ახლა თეკლა ბავშვს სკოლის ზეიმზე აქვს სოკოს როლი და მეტი რანაირად გინდა დასაჯო. ისე კარგი გამახსენე ლაშა. სოკო აუცილებლად უნდა მოვიდე და ბევრი ვიცინო. მეც მოვალ და ძალიან ბევრს ვიხალიფ. გააღეთვინე ფიზიკოსი იქნება. ნიკა. საგინახავთ სოკო დადიოდეს. სადგინახავთ სოკო დადიოდეს. სოკო ზის და მობილურით თამაშობს. შემოდი ზურა, მოდი. როგორ ახალშა? კარგად, თავად? მოდი. ვა, მამა! კარგად. ბებო როგორ არის? არა უშო ძალიან ენატრები. მეც მომენატრა. აუ მომეცი რა შენი ტელეფონი ნახავ მაგის ფოტოებს. ხლიკუშტიკ. ლაშა. შენთან რაღაც საქმე მაქვს. მოკლედ მე და ელენემ გადავწყვიტეთ ნიკას თაობაზე. წამოდი იქ თვისაუბროთ. ხო, მოკლედ. ნიკა რძე არ დაგილებია. მე არ სვამდეს. ის რას ნიშნავს არ სვამ? მამა, მითხრა თუ გინდა საერთოდ ნუდალე რძესო. ესე გითხრა მამა? ხო. აი ხო მე მამა შენს დავურეკავ და ნახავ, სად არის ჩემი ტელეფონი? აი აქ დაუგდიო ვიღაცას. ალო, გამარჯობა, ზურა, შენ ხარ? ხო. ისა, ზურა, თეკლა ვარ მე. ზურა, რა მაინტერესებს? მართლა შენ უთხარი ნიკას, რომ რძე აღარ დალიო? ხო, უკვე დიდი ბიჭია და შეუძლია აღარ დალიოს. ნიკა. საიდან გაქვს შენ ეგ ტელეფონი? კარგი, რა ვიცი, თუ ესე გადაწყვიტეთ შენ და ელენე გონი არ იქნება ისე. კარგად ზურა, შენ როგორ ხარ? მიშას მარდა. ნიკუშ არ გინდა ახალწელს ჩვენთან რო შეხვდე? არ მინდა. ბებიაც გელოდება. შენ რო არ მინდა რა, შენ რო დალე მე მალე იძინებ და ბებია კიდე მთელი ღამე რაღაც რუსულ ფილმს მაყურებინებს. თვალკაცებზე. არ გინდა თოვლის ბაბუამ საჩუქარი რომ მოგიტანოს. თოვლის ბაბუა? ნუ თოვლის ბიძიას და თოვლის დედის დაქალს უთხარი უკვე რა მინდა და თოვლის ბაბუამ იცი რა მომიტანოს? Battlefield-ის ახალი დისკი. ველოსიპედი არ გინდოდა? ველოსიპედი არ მოაქვს და რა ვქნა? თეკლა. მოკლედ ლაშას ველაპარაკე, ნიკუშას მე წავიყვან. ბებია მოულის, თქვენ ახლა ბევრი საქმე გაქვთ, ორივე მუშაობთ. თან დედაჩემი სამსახურიდან წამოვიდა და თავისუფალი დრო აქვს ბევრი. ხო, რა მაგარია
მივიდა ბებიასთან, მაგრამ აქაც რომ მინდა ყოფნა. ხო, ზურათან ისე მივეჩვია მეც ნიკას მომენატრება ჩემი პატარა სოკო. სოკო, ხო? ბებია რომ აქ გადმოვიდეს საცხოვრებლად. აქ გადმოვიდეს? აქ გადმოვიდეს? აქ გადმოვიდეს? შეიძლება, მაგრამ ვკითხავ მაინც წინააღმდეგი თუ არ იქნება. რა ვიცი, იცი რა, ჩვენ ისედაც ძალიან კარგად ვუვლით ნიკას. ნიკა, წადი შენ სკოლის ჩანთა აიღე, გაგვიანდება სკოლაში. დიდი მადლობა, თეკლა, ლაშა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად ვუვლით ნიკას, მაგრამ ბებიას რომ მიეხმაროს არ იქნება პრობლემა. ხო, კი არა, ჩვენ ახლა არაფერს არ ვაკლებთ ნიკას, რა ვიცი, ნიკას არანაირი პრობლემა არ აქვს საერთოდ. კი, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც. თეკლა, ხო ნიკა. შენ იყავა ადაქცეული ჩემს ისტორიის წიგნზე. და ლაშავიძია, შენ კიდე დაგავიწყდა ჩემი მათემატიკის დავალების შემოწმება. ოხ, თეკლა, როგორ დაგექცა ეს ყავა? იზავაში შენ როგორ დაგავიწყდა შემოწმება? მე დამავიწყდებოდა ხა ყავა თუ დაგექცა შენ ისტორიის წიგნზე დამავიწყდებოდა ბუნებრივია. ხო და შენ თუ ახლა დაგავიწყდა მეც იმიტომ დამექცა ალბათ. აი ესე უვლით ნიკას. ხედავ. ბაბუ საათ ხარ? ბაბუ, ახალი ამბავი გითხრა? ხო. აბაზანაში თოვს ბაბუ. ო, თოვს. რასა მოპადა, რა თოვლი, რას თოვლი. მეუბნები ბაბუ, ეთყობა მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და თოვლად გადაიქცა და საღამომდე დადებს. ალბათ. აი გას. არ მოგბეზრდა. ამ სიცივის ისა რაცო წუწუნი სიცივეზე. ხო და აიღო რომ მომბეზრდა, მაგიტომ გეუბნები ბაბუ, რომ მომბეზრდა და რომ დავიღალე, მაგიტომ ლაპარაკობ ამდის. და კიდე მეორე ახალი ამბავი გითხრა? გადავწყვიტე რომ ამ ახალწეს თოვლის ბაბუად ვიმუშაო. რატო? რატო და თოვლის ბაბუა ხო დაძურება ხოლმე ბუხრებში. ხო, ხალხთან და ვიღაცას ენტება ალბათ, ანთებული ექნება ბუხარ და გავთვლები ცოტა სწორე გავიყიდე რაღაც. კარგი, კარგი. და კიდე ერთი ახალი ამბავი გითხრა? წელს მეყვლე არ გვეყოლება, იფიქრე მაგაზე. რატო ბაბუ? რატო ბაბუ და რო გააღებს კარს ის მეყვლე მის იქნება, რო შემოვა ხო იტყვის? შემოვდგი ფეხი, ვაი როგორც ივა, გავდგი უკანა წავედი რომ წავედი. აბა ფინდა შედება რა ასიცი. შენ იქნები ბაბუ ჩემი მეყვლე. უფ, კიდე ერთი ახალი ამბავი. ხო, შენ იქნები ჩემი მეყვლე და როგორ მიხარია რომ ჩვენ ერთად ვიქნებით ახალ წელს. ხო და თუ გიხარია, მოდი რამე ივენთი მოვაწყოთ. ამ რა ქვია, წვეულება რამე, ჰა? გინდა კოტე ბაბუ? კი, ძალიან კარგი აზრია ბაბუ, და კარგი აზრია. მამია, რაული, შურას შევატყობინო ჩამოვლენ. ხარაგაულიდან და მოვაწყოთ ეს ყველაფერი შენ რაც გინდა. აგერ სია ჩამოვწერე ბაბუ, რა გვექნება ახალ წელს აგერ ნახე? მაჩვენე. ნახე? ხო. ქათამი ხო. ინდაური ხო. ხო. გოჭი ხო. ატასოლი. ატასოლი კამფეტები. არი ბაბუ ეს რა ატასოლი კამფეტები რეები გიწერი. კარგი ბაბუ, რა მოგივიდა? კარგი. ამოშალე რა კამფეტები. ევიცი რასაც ამოუშლი რა. ატასოლი. სუნა ამოუშალოთ არ გვინდა. ესე იგი, ქათამი ხო გასაგებია, გოჭიც ინდაურიც გასაგებია, გოჭიც გასაგებია. ატასოლი. წინას წაშლიდა. ბაბურა. ყველაფერზე შეიძლება ცოლი, ყველაფერზე როგორ ცოლს მიაბავს ხოლმე, როგორ საიდან მოსდის აზრად, არ ვიცი, რაღაც ერთი უნდა, რაღაცა თემა უნდა გადაუტანო, მაინტერესებს ერთი თუ იმას იზავს, რა ქვია, მიაბავს ერთი რაღაცა აწყობს. ბაბუ ეს ფეხსაცმელი მიჭერს ბაბუ და ფეხს მტკენს მაგრამ გიჭერს არა? აბა რა იქნება მოგიჭერს? აბა რა დაკიალო ზევით ქვევით. მოიყვანე ცოლი, დაჯექი სახში და ფეხი ეწინება და არც არაფერა. ვაიმე. კარგი რა ბაბუ, კარგი რა, გეხვეწები, კარგი რა. კარგი, შეიძლება ყველაფერზე ცოლი, აღარ შემიძლია დავიტანჯე კაცო. ხო, შენ დაიტანჯე და მე დავიღალე ბაბუ. ის მაინც ვიცოდე, ეკაცო, ვინმე თუ ყავს შერჩეული. ხო, და დავწყნარდებოდი.
მოიცე, ეხლა რა სიძახი შე რომ მე რო გითხრა რომ ვინმე მყავს მეთქი შეჩეული დაწნარდები? აბა რა? კარგი. მყავს დაწნარდი? რა დამაწყნარებს ბაბუ, ვინ არის ბაბუ, რა ქვია, რა გვარია? კარგი, ბაბუ, გეხვეწები ერთი წუთი. სად მუშაობს, კარგი, ბაბუ, კარგი, გამიშვი ერთი წუთი, გეხვეწები, გამანებე თავი. ბოდიში მოვბძანდით, ბატონო პროფესორო, მოვბძანდით. მშვიდობა, ბატონო გოდეთ ბაბუა. კი, მშვიდობა. საცოლე ყავს და მალე მოვიყვანო. მე სხვა საქმეზე ვარ მოსული. თუ შეიძლება ერთი ექსპერიმენტის ჩატარება მინდა რა. ავთო მაჩუკა თბილის სვიტრი და გამოცდა მინდა რამდენად თბილი არის. აქ თუ გავუძლო, ესე იგი კარგი. კი ბატონო, გამოცადე, ხო. ეხლა. აი, ვერ გავუძლო. მადლობთ. რანაირი პროფესორია. არა, ეს ცოლს ვერ მოიყვანს. მოვიდგინე 160 ადამიანის ნომერი მიწერია და როგორ დავიჯერო რომ ერთ-ერთი როგორ არ გამომყვება ერთი დღით ცოლად. აი რა პრობლემაა ვერ ხვდები რა. მათე ბიჭო ერთი წვენი მომიტანე გეხვეწები რა. მადლობა. მოიცადე დაავრეკოთ ეს ვინ არის? ილონათლია ილონა. ილონა, კარგი. ალო ილონა. გამარჯობა ილონა, ხო? პატავარ ფერაძე. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, არ ამიშავს. რა, 5 წელი ელოდი როდის გამოჩდებოდი? რას ლაპარაკ? რა 200 ლარი შენი ვალი მაგაც. მოიცა. არა, მე მგონი სხვაგან მოხდი, ხო? კარგი ილონა, სხვაგან მოხდი, ხო? არა, მე ბერაძე ვარ, მე ვარ ბერაძე, ხო? სხვაგან მოხდი, კარგი. რა ტიპის ხალხია გაკუთილებს ორი მახსოვრებდა სკოლაში რა 200 ლარი საიდან ახსოვს ამდენი ხარ როგორ დაამახსოვრდა. კარგი, მოდი დავვრეკოთ თინასთან დავრეკავ ეხლა, მაგრამ მაგის ნომერი არ მიწერე, გიოს ეცოდინება მაგის ნომერი, გიოს. აჰა. გიო? როგორ ხარ? პატავარ ფერაძე, ხო, როგორ ხარ? კარგად, არ ვიცი, არ ამიშავს, ხო, რა ვიცი, აბა, კარგად, შენ კარგად, ხო, კარგი. თინას ნომერი ხომ არ იცი შენ, თინასი? თინა, ჩვენი კლასელი რო იყო რა, ის მუხლებზე გამობერილი რეიტუზებით რო დადიოდა ხოლმე, ხო, მაგის ნომერი მინდა, ხო. თინა, კაცო, შავი რო იყო, შეუხედავი, რა გჭირს ახლა, როგორ ვერ მიხვდი? რა მინდა და ცოლად უნდა მოვიყვანო, რა მინდა, რა თმენდომება. რა ცოლად მოვიყვანე? გიო მეც მაგას გეუბნები მოსალოცა დავრეკე ბოლოს უნდა გებულობდე მე ვიღაცეებისგან გიო კარგი რა გჭირს გიო გილოცავ ხო მაგიტომ დავრეკე გილოცავ კარგი ხო უყურე ამა თინა და გიო ნახე რა კარგი კლასი ვიყოლია და კი არ ვიცოდი კაცო ვა კარგი ეს ვინ არის აჰა ანა მოდი ანასთან დავრეკოთ ახლა ალო ანა ხო გოგო გამარჯობა როგორ ხარ ხო ანა მომისმინე ისა რა უნდა გთხოვო ანა შენ შეგიძლია რომ ერთი დღით რო ჩემი ცოლი რო იყო შეგიძლია რო გახდე ჩემი ცოლი ჰა ბოდი შეხლა ისმის ეს რასაც ლაპარაკობს არა ხო ძალიან კარგი ხო ანა კარგი ბოდიში ანა კარგი ხო აიყო რა მოგივიდათ ხალხო ვა რა ჭირს კაცო ამ ხალხს აჰა ქეთი აბა ქეთისთან დავრეკოთ ქეთი როგორ ხარ ქეთი ხო პატავარ ფერაძე ხო მიცანი ხო ძალიან კარგი როგორ გამიხარდა კარგად შენ როგორ ხარ კარგია კარგად ქეთი რა უნდა გთხოვო იცი მოკლედ რაღაცას ვატყუე ბაბუაჩემს და მოკლედ ერთი დღით მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე ერთი დღით შეგიძლია რომ ვითომ ჩემი ცოლი ხარ ვითომ ერთი დღით რა ხო და ძალიან გეტყობა მუცელი
კარგი ქეთი, დიდი მადლობა, მაინც არა უშავს. კარგი ქეთი, კარგი. ვაა, რა ჭირს ამ ხალხს კაცო? მოიცადე, ეხლა როგორ ვერ უნდა ვნახო ვიღაც. ნანა რომელია? ნანა, აბა დავრეკოთ ნანა. ნანა კი არ მახსოვს ჩემი. ალიო, ნანა გამარჯობა. ნანა გამარჯობა, ხო? შეგიძლია რომ ერთი დღით გახდე ჩემი სული, როდემდე უნდა იარო ეხლა ეგრე მარტო კაცო. ალიო, ნანა მას თქვენ ხართ? ხო, ნანამას, ხო, არა, ხო, ესა, ლევანი ვარ, მე ხუცაიძე, ლევანი ვარ, ხუცაიძე, ხო. ვაი, ეს სადავრე. ნიკა, არ მოსულა ჭირლილიფებია. ჯერ არა. შენ რას აკეთებ? არ უნდა იმეცადინო, ნიკა? აბა ეხლა მე რას ვაკეთებ? ითამაშე ნიკა და მოვაბებია შენი და ის მოგხედავს. შენ სად მიდიხარ? სადმივდი ვარ და სამსახურში რაღაც საახალწლო წვეულებას მართავთ და მე და ტატომ ნაცვის ხეები და სათამაშოები უნდა ვიყიდოთ. ბებია იქნება. არა, ტატო იქნება. ბებია იქნება. შენი ტატო მოვიდა თეკლა. მობძანდი ტატო. გამარჯობა ნიკა. აი შენ. აი მე ყვავილები ტატო. ხო, მომწერე მომიტანეო და წამოგიღე. არა, შენ? რას თამაშო? კალბურს, გინდა გასწორნი. ხო. ის არის ფარი. ეს ფარი, ხო? ხო. ეცა. ნახე რა ჯორდანო ვარ. ტატო, წავიდეთ, ხო? ხო, რავი, როგორც კი. ხო, წავიდეთ. ესე. წავიდეთ, აბა, ნიკა შენიცი? რძე გაქვს დასალევი ნიკა. ხო, რძე კარგია. ბევრს თუ დალევ ჭკვიანი ბიჭი გაიზრდები. მე სულ სვავთ. ხო, ხედავ თეკლა, ჰა? როგორი ნიკა. ხო, წავედით? აბა შენიცი ნიკა. ჯორდანო? ტატო. ტატო კი არა. თეკლა რა. მომენატრე მოდი ერთი შეგხედო რამხელა გაზრდი ხა და ტრიალდი ვაიმე ბებო რა გამხდარი ხარ არაფერს გაჭმევე კი როგორ არა ხო სად არიან ის ბიძაშენი და დედაშენის მეგობარი არ არიან სახლში არა აჰა ბავშვი მარტო დაუტოვებიათ სახლი მირეულია ვაიმე არ მითხრა ხა ეს რძეაო? კი რძეა. გადააქცია ხა ხო იცი ვერ ვიტან მაგისუს. გადააქცია. როგორ მიხარია ბებო რომ მოხარ? გენაცვალო. ბებო მიდი გადააქცია ბებო. აიო. აი ყვავილებიც გადაკარე. რაღაც ალერგია მაქვს ამ ყვავილებზე. რა ხდება რა არის ეს? ეს მეზობელია, ასე იცინის ხოლმე. იცინის ხოლმე რას ქვია? ქალბატონო, მან დარგა მომიყვანო. წავალე ხაზე მიდავათვალიერებ. გაჩუმა. ერთი ადამიანი როგორ ნინო ინასარიძე. ნინოსთან დავრეკავ, ნინო. ალო ნინო ხარ, ხო? ნინო როგორ ხარ? პატავარ მე ფერაძე, ხო, როგორ ხარ? კარგად, არა ვიცი, არა მიშავს, რა ვიცი. აბა ნინო, ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, მომისმინე. რა უნდა გითხრა? ერთი დღით რო გახდე ჩემი ცოლი, ერთი დღით ბაბუოჩემს ვატყობ ჩემთან ავალ სახში, მოვატყობ თვითონ ჩემი ცოლი ხარ და წამოვალთ ეგრევე. ოღონდ ერთი პირობით? პირობითი გაქვს? კარგი, ბოდიში, კარგი. დიდი მადლობა, კარგად.
რა ხდება მათე ბიჭო რა არის ვერ გავიგე რა მოდი ხატიასთან დავრეკავ არ მეტყვის უარს ხატია ხო ხარ ხო მე პაატა ვარ ფერაძე როგორ ხარ ხო რა ვიცი არა მიშოს კარგად მომისმინე ხატია რა უნდა გთხოვო ერთი დღით შეგიძლია ხო ჩემი ცოლი რო გახდე რა მე მგონი პრობლემა არ არის არანაირი ანუ ვითომ ჩემი ცოლი ხარ ერთი დღით ბაბუაჩემს მოვატყუებთ ავალ ჩემთან სახში მოვატყუებთ და წამოვალთ ეგრევე არ არის პრობლემა ხო ხო ხატია და ეხლა როგორ ხარ ხო გოგო და კარგი ხატია ხო კარგი არა ეხლა ხო კარგად ხარ არა უშავს კარგი ხატია კარგი არ არის პრობლემა რა უნდა იყოს კარგი ხატია რაჭი სამხალხო მათე ბიჭო რა ხდება ვერ გავიგე რაც აი არ ვიცი ერთი ბოლო იმედი არის მარი მამალაძე ამანას თუ უარი მითხრა არ ვიცი რა იქნება ალო მარი ხო პაატა ვარ ფერაძე ხო გამარჯობა მარი რა უნდა გთხოვო მოკლედ ერთი დღით რო გახდე ჩემი ცოლი ძალიან გთხოვ უარი არ მითხრა ბაბუაჩემს ვატყუებ თვითონ ცოლი მომყავს ავალთ ნახევარი საათით გავჩერდებით და წამოვალთ უკან მართლა მარი აუ ჯიგარი ხარ მარი კი აუ მარი ჯიგარი ხარ დიდი მადლობა არა ისეთი არაფერი არ მოხდება ხო ხო პაატა გამარჯობა კი ერთი დღით მინდა ზუსტად ხო ერთი დღითაც არ მინდა ავალთ რაღაც დაველაპარაკებით ხო პრობლემა არ არის ხო გამარჯობა ვერ მოგესალმე ბოდიში ხო არა მარი ჯიგარი ხარ არაფერი პრობლემა არ გიხსნი ყველა მომძანდი ბატონო პროფესორო რა ხო ხაჭა მარი ხო მარი დღეს მეორეჯერ დამეჯახა უკვე რა ხდება არ ჩანვა ბატონო პროფესორო, გაიგეთ თქვენც რა თქვა, გუგა, გაიგე? ო, რატომ მე მგონი ვიღაცა ყავს ბაბუასთან? ეთყობა კოტე ბაბუა არის ცუდად და ექიმი აიყვანა. არა მგონია, თუ დილით კოტე ბაბუა კარგად იყო. თან ისე კარგად იყო, რომ გახვირო და პაატა საცოლე ხავსო. დეცა? ესე იგი, დეცა, რა გამოდის ახლა რა? ესე გამოდის, რომ პაატას ცოლი მოყავს. ლოგიკურია, კი. ესე კეიფო. ხო, პარა, ხო ჩახპატას, მაგრამ გუგა, შენ ყველამ როგორ უნდა გაჯობოს? ბატონო პროფესორო. დიახ. აჰაიო გოძაიმას. რაც არ უნდა მოხდეს რაც არ უნდა შეგიშალოს ხელი ანას უნდა უთხრა დღეს ყველაფერი მთავარია ნოდარმა არ გაიგოს ეს ყველაფერი და ხელი არ შემიშალოს დედა ეს რა გავიგე შენ გენაცალე რახან შენ გადაწყვიტე რომ საშველი დააყენო და ანას ყველაფერი უთხრა ესე რამე თუ გამეხარდებოდა არ მეგონა 2006 წლის მერე მე ესეთი გახარებული არ ყოფილა შენ ახლა აუცილებლად დაგაინტერესებს რა მოხდა 2006 წელს რამაც მე მომცა საფუძველი რომ ესოდენ გახარებული ყოფილიყავი აუცილებლად მოგახსენებ ჩემო მოვეწყო ჯერ კარგად ესე იგი უნდა გითხრა რომ 2006 წელს ავირჩიეთ ჩვენი სადარბაზოს თავმჯდომარე იმ გაფუჭებულმა არჩევის დღესვე პირველი რაც მოინდომა თავისივე ფანჯრების წინ კარგი ტერიტორია იყო ფართი იყო არაჩვეულებრივი ავტოფარეხს ამეშენებო იმ ავტოფარეხის ადგილას მინდოდა მე მყოფილიყავი ავტოფარეხი ჩემთვის ამეშენებინა დავასიე მეზობლები ზემოდან ქვემოდან მარჯვნიდან მარცხნიდან დახოცეს ერთმანეთი ერთი ვაივიში გაადინეს გენაცალე ერთმანეთს და ამასობაში სანამ ისინი ჭუბობდნენ ავტოფარეხი მიავაშენე ხარ გაჭირება რომ მოვიდა შენ გენაცალე გავაქირავე და 4 კაცი ცხოვრობს შეგდით და თვიდან თვემდე იოლად გავდიგა. ძალიან დიდი მადლობა ნოდა რომ ასე რომანტიკულ გარემოს მიქმნი ანასთან შეხვედრამდე ამ ავტოფარეხებით. რა ვქნა შენ გენაცვალე შენ ოღონდ მიხვდი და თქვი და რამეც დააყენე საშველი და 4 დღე რო დავიწყებ ლაპარაკს არ გავჩერდები. რას დაიწყებ ლაპარაკს არ გაჩერდები არ გაბედო იცოდე სანამ მე არ გეტყვი რომ შეგიძლია თქვა ხო არ რას აკეთებ რას ვაკეთებ და ბრეკავს საგვიჩიოში ინეზასთან რომ მადლობა გადაუხადო იმ უპატიოსნესკას იმისთანაინდაური გამომიგზავნა იმისთანაინდაური ყვითელი ჩიჩახვი ქონდა სავსე სიმინდით გაკრამული გაკვირტული გაწყრიტული მოიცა ერთი წუთი ალო ინეზა შენ შემოგევლე შენ როგორ ახარ გენაცვალე როგორ არიან შენები რა შვილი ყავს რა გაზდილი რა ჩამოყალიბებული შენი ჭირიმე მოგითხარი რო გეუბნეოდი ლაშას თქმა უნდა თქო როგორ ჩიქნა დააყენა საშველი და მიდის დღეს იმ გოგოსთან და დაგირეკა გოგენა და რა ჩიჩახი სავსე სიმინდი ჩენგენაცვალე ხო
რა იყო ნოდარ? ხანჭი ჩახვიო ხან რაღაცებს იგონებ, ხან გამონასკვევო, ხან ჭიჭახვიო და ხან ნასკვევი. ნოდარი ახალი. მიაქავარ, კენაცალე, მიაქავარ, მაგრამ თავარია თქვენ იყოთ აქ. თქვენ რო იქნებით, მე თქვენ სხვებიც ვიქნებით. წავალ ახლა მე ხელს არ შეგიშლით, კი არ წავალ, დავჭები, მაგრამ ხელს მაინც არ შეგიშლით, აბა. რა ხებაშა? ხარა ეს მოსწავლე არა. ანა რაღაც უნდა გითხრა. აი ეს შენ. შენც გაიგევაშა. დიდი მადლობა. გავიგე. ხათუნა მკითხრათ ალბათ. ესე იგი, მთელ სამსახურს გააგებინა ჩემი ნიშნობის ამბავი. გავიგე და გილოცავ და რა ვიცი. რა თქვი? მადლობა. ნოდარ. აი ეს უწყისები ბუღალტერიაში აიტანი და მე შემომიტანე, კარგი? აბა წავედი, ლაშა, დიდი მადლობა. კარგად. კარგი. რას ლაპარაკო? რა თქვა ახლა? რა თქვა ახლა? გაიგე. ნიშნობაო, ყველა მიცისო. ხანა ეხანა კი არა ო ხათუნა რო გადმოუგდი ამ ხელა ენა და ლაპარაკობს როგორ დამას რო წავედი შენგენაცვალე ეხლა მე შენთვის სამცალე უნდა გავიგო ვის პატიჟები რა საკეთებ რამდენ კაცაშლიან გოგო მეც ხარში ხდის ბიჭი მე აი მე და გავგიდი წავედი გამოუნასკვე ჩიჩახვი მოდი შემოდი. მოდი მოკლედ. აი აქ ცხოვრობ, აი აქ ვარ და არ ნერვიულო. პატა, მალე წავალთ ხო ძალიან მეჩქარება. კი, არ ნერვიულო, მაგრამ ნახევარ საათში, მაქსიმუმ ნახევარ საათში ხო გეუბნები წავალთ, არაფერი დავჯდებით, უცბად გაგაცნობ ხალხს, ვითომ ჩემი საცოლე ხარ და ხო მითხარი. ხო, ანუ არანაირი პრობლემა არ აქვს, დავჯდებით, ბაბუას გაგაცნობ, ჩემი საცოლე ხარ და ძალიან მალე წავალთ რა. არაფერი რთული არ იქნება, დამიჯერე, შენ სამყევი ხო ხდები ლაპარაკს რო დავიწყებთ და რაღაც ხო. მოვითნენ ჩართა ეს რა არის? რა არის? რა და აი ეს რა არის? მოგზანდით. აბა, აქ დავждეთ. კარგი ხანდეთ ეს. იყო სარდინდა. არა, მომეცი, მარი, მომეცი. კარგი, ბაბუ, მე თვითონ კარგი ხო. დაჯექი, მარი, დაჯექი. პატა, რას გილოცავ? ეხლა მეშვილი. კარგი, ბაბუ, კარგი. რას გილოცავ? რას მილოცავენ მარი და ესე ბაბუა ჩემს საერთოდ სახში რომ მოდიორ ხოლმე ძალიან უხარია და მილოცავს ხოლმე რომ გილოცავ სახში რომ მოხვედი გილოცავ და ესენი კიდე ჩემი მეზობლები არიან და ამათაც უხარია თავისებურად და ესენიც მილოცავენ თავისებურად წავალნი კარგი? არა, მარი, მოიცა საწავალ, არ ინერვიულო, არაფერი რთული არ იქნება. აი მაქსიმუმ ნახევარ საათში წავალ, ბაბუას გაგაცნო, პრობლემა არ არის. ბაბუ, ერთი წუთი მოდი. მოგენაც. ბაბუ. მოკლედ, აბა გაიცანი, ეს არის ჩემი მარი, რო გეუბნებოდი. მარი, ეს არის ჩემი ბაბუა, ჩემი კოტე ბაბუ. ძალიან სასიამოვნოა ჩემო მარინა, ჩემო შვილო.
ეხლა ყველაფერი ახლა როგორც მეფე პატარზა შეფერება ისე დაგვთებით. ბაბუ, ჯერ ეს ერთი ბაბუ მარინა კი არა, მარი და მე რა სუფრა რა მეფე პატარზალი რა მოგივიდა ბაბუ რა სუფრა. რა ხჭის. მარი ხო? დიახ, ვერ მოცავარ. სასიამოვნო. აუ, რაღაც თხოვნა მაქვს რა თქვენთან. აუ, გიხვეწებთ თქვენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევით. ხო. ძაუ მეც მოგაგთხო. ჩვენი სიყვარულის ისტორია ჩემი და ჩემი მარის სიყვარულის ისტორია პრინციპში როგორი ამბავია იცი დაიწყო სატელეფონო ზარით დაიწყო ერთი სატელეფონო ზარით და მე პრინციპში ეგ არის რა ძალიან რომანტიკულია. კი, რომანტიკულია და ჩვენ მარისაც უყვარს სიტყვა რომანტიკული, სულ რომანტიკულია ეგრე იძახის ხოლმე სულ. აბა მობრძა. ხო, აი ხაც აი რომანტიკულია, ვერ გაიგე რა რომანტიკულია. ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის სიტყვა ანუ მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ხალხია. ქვეყნის ისტორია ნიკა რა ხდება? ხელს მიშლი ვერ ხედავ რომ მეცადინეო. მე მივხვდი ლილიბები ამოვიდა ხო? კი მოვიდა. და სად არის? ახლა ზევითა სახლს ალაგებს. აქ უკვე დაალაგე. მართლა. ხო. ლაშა ნახე სახლიც დაალაგებულია, ნიკაც მეცადინეობს. აბა სუფრა გაწყობილია. ვახშამიც მომზადებია. მე მგონი ახლა ნამდვილად იმსახურებს ხალბატონი ლილი ყვავილებს. ყვავილები მომწანე? ხო, ნიკამ მომწერა რომ უყვარს ყვავილებიო და? ლაშა მე მგონი თოვლის ბაბუა შეეშალა და ადრე გამოგიგზავნა საახალწლო საჩუქარი. ნიკა მოვიდა ვინმე? აი ახლა ჩემი ლილიბებია ჩამოვა. იცით რა საყვარელია, მალე შეგიყვარდებათ. გამარჯობა. ძალიან მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ხალბატონო ლილი. ვაიმე, მომაშორეთ ყვავილები ვერ ვიტან. გადაყარეთ. ეს არის გიждდება ყვავილებზეო. დღეს უკვე მეორედ ვიყიდეთ ყვილა ყვავილები. მე თეკლა ვარ ხალბატონო ლილი. ვიცი, ელენე მითხრა. ხო, რა კარგად დაგილაგებია თაქაურობა. რას გავდა აქაურობა, რას გავდა სახლი. ზევით მაგიდაზე ქაღალდები რომ იყო გჭირდებოდათ. დიახ ეს ჩემი სამსახურის საბუთებია და მე ვერ თქვით როზე გადაყარე უკვე. იცით მე უკვე მოვაშორე ყვავილები. იქნებ გამატაროთ. მომიტებეთ, მიბრძანდით. არა, თეკლა, მე იმედი მაქვს, რომ მართლა შეეშალა თოვლის ბაბუას და ეს სახალხო საჩუქარი სხვაგან უნდა გაეგზავნა. ხო, მე მითხარით რამე? არა, ისე ჩემთვის მე. ნიკა, ეს არის საყვარელი ბებია მყავსო და ამალე შეგიყვარდებათო, ჰა? რა გინდა საყვარელი? მოგზავნით. კარგი, მოგზავნით განაცხადა. პატარა წავალ, ხო გამოსავალი უკვე. ძალიან თხოვარი არ მითხრა. აი, მაქსიმუმ ნახევარი საათით უცბად ცოტა ხნით დავждებ. ძალიან თხოვარ, კარგი არ ჩამიშალა. მოდი, არა პრობლემა არ არის. აი, მარი, შენ აქ დაჭიქი, ეს არის პატარძრის ადგილი. აი, აქ მოდი. პატა, ეს არის ნაფის ადგილი და აქ დაჭიქი. ეს პატარძრის მაშინ მე ხო აბასად უნდა დავждე, აბასად დავждე. ხომ არ გწივათ? მარი, განაცვალე. მაშინ გამათფობელს ჩავ. რა ბაბუ, მართლა ჩართავ გამათფობა შენ ახლა? ხო, ბაბუ. მარი. არა, ნუ შეწუხდებით. კარგი ტემპერატურაა. ხო, კი, ბატონო. შენ იმდეს ისევ გაგშორდები მე ისე. აბა, თამადა იქნება გუგა. არა ვარ მე გუგა. მაშინ აბა ვინ იქნება? ჰა? მალხაზი მაშინ. არც მალხაზი არა ვარ, კოტე ბაბუ. ვინმე? სოსო,
რა ქენი იცი? აბრაჩა მოიკიდე. ეს ვარ გოგა, ეს ვარ მალხაზი. მოკლედ გეცოდინე. გეცოდი. პატა, ისე ბატონო, მართლა მაგარი გემოვნება ქონია რა. კაიცოლია და რამე. საღო ჯიგას, საღო. აუ, ისა, მარი, არ გეწენოს რა, უბრალოდ ახლა არის სასო, თორე, აი, მალხაზი რო იყოს, სულ სხვანაირად გეტყოდა. შევავსოთ. მოდი, რა იყო? რა იყო, ბაბუ, რას უფრო მეფე პატრაზალი რა. ერთი წუთი მომისმინე და იქნება ეს გოგო ეხლა ეს ჩემი საცოლე ამეთქი რომ გეუბნები სინამდვილეში არის ჩემი კლასელი მარი, რომელსაც თხოვე რომ შენთან ამოსული იყო და შენთვის მოგოტყუებინა, ვითომ ჩემი საცოლეა რომ თავი დაგენებებინა ერთხელ და სამუდამოდ ცოლი რო დაიწყებ ხოლმე. გეუბნები იქნება ჩემი მოგონილია ბაბუ ეს ამბავი და ჩემი კარგი, გაჩვენდით, რა შენი მოგონილია, სად გახსენ იმდენი ტვინი რომ ეს მოგეფიქრები. აბა ეხლა იცებებს მეფე დედოფალი. ბაბუ, რაკსის რაც სიყვა, რაც ლაპარაკობ, რა იცეკვე ბაბუ, ხორცილია, ბაბუ. რა სირცხვილია, ხორცილია. აბა, თარხე. აბა, ბაბუ, სირცხვილი. ბაბუ. კარგი, ცეკვა, ხო? ცეკვა, ვიცეკვა, ხო? ვიცეკვა, ბაბუ, კი ბატონო. კი ბატონო. აუწიე. თქვენთან დამალეთ გეუბნები. ჩვენ კიდე შენთან. რა? ბებია ჩემი მოვიდა. ბებია შენი მოვიდა, მე რა გინდა? კარგია, რა გინდა? ბებიები ეს საყვარლები, ხო? რა გინდა? გამარჯობა ბებია, გამარჯობა. რაჭისავს არ ესმის, ხო ეთქობა, ხო? ადი პატა, გაჩუნდი რა არ ესმის, ძალიან კაცრი ქალია. დაგწოფა უკვე. კარგი რა დაგწოფათ, კაცო. ჯერ ესე ყველა ადამიანს ჭირდება თავისებური მიდგომა, რას ქვია კაცრი ქალია. ბავშვი რა ქვია ბებია შენს? ლილი. აჰა. ერთი წუთი. ლილი. ერთი წუთი. აი ეს. წავიღო. უყურე ახლა. ქალბატონო ლილი. გაგიდე ხოთხილი? ლილი. აი ხედავთ ეკლა, ხედავ დრაკონის წელიწადის მოსვლამდე თვითონ დრაკონი მოვიდა ჩვენ. ვაიმე, გადი, არ მიდგა, მომართი. რა პატა, გაამართლა შენმა მეთოდებმა, მიდგომა? კარგი, გაამართლა კი არა, ეს ქალბატონი ლილი კი არა, ეს ყოფილა ქალბატონი ლილი. იკა ბებო. მოდი ტოლმაჭამე. ახლა ვაიმე რა გამხდარი ეს ბავშვი კაცო არაფერს არ აჭმევდნენ რა უბედურება რა არის ეს თქვენც დაბძანდით ტოლმა გავაკეთე არა ნიკამ ჭამოს მე აბა ისედაც მეც აი ისედაც რას ნიშნავს აბა ტყუილად გავაკეთე აბა ეხავე დაბძანდით და ჭამეთ ეგრე თუა კი ეხავე მე წავალ სარესხს მივხედა კი ბატონო ისა მე არ მშია და ტელევიზორს უყურებ საღამომშვიდობის გამარჯობა. სად მიდიხართ? აბაზანაში. ეს ვინ არის? ეს არის რა ქვია? თქვენ არ გეკითხებია. პროფესორია. რისი პროფესორი ხართ? ფიზიკის. თემა, რა თემაზე მუშაობთ? მრავალჯერად დამოხტული ბენზოლის დაჯახებით გამოწვეული დისოციაციის პოზიციურად გზნობიარ ფრენის დროითი შესწავლა. მიბრძანდით. ადამიანი? კი, ფაქტიურად. ფაქტიურად ადამიანი არის, ხო, ფაქტიურად. რა არ გაგიხარდათ ლილი ბებიას მოსვლა? მე ძალიან გამიხარდა. ნიკა, დროზე დაამთავრე, უნდა დაიძინო. გაგიხარდა ხო? გაგიხარდა. ძალიან კარგი, თუ გაგიხარდა. ხო და აი ახლა ნიკა, ადი ზევი და დაიძინე.
თქვენც უნდა დაიძინოთ, აბა, არ გამომეორებინოთ. თქვენ მე პაატა ხო? არ აქვს მნიშვნელობა. ბავშვებს ეძინებ. ეხ. კარგი, ქალბატონო ლილი, წავალ არ დაგიფრთხოთ ძილი. რამდენს ლაპარაკობ? მე ვლაპარაკობ ბევრს და ეს არის ადამიანი? აჰა, დიდი ბატონო, გასაგები. შევჭამ ჯერ და მე დავიძინებ ჩვენ. რა საკეთებ ბაბუ? გოზინახს საკეთებ თუ რა არის? ხო, სვეტამ ჩამაწერინა რეცეპტი ბაბუ და სვეტამ ჩაგაწერინა რეცეპტი, ხო? შენ სვეტამ კი ჩაგაწერინა რეცეპტი, მაგრამ მე ვერ დაინახე რა დღეში ვარ ბაბუ? ესე როგორ მექცეოდა, ან გამარჯობა ეთქვა ნორმალურად, ან რაღაცას რო კითხვას რო უსმევდი, ან ნორმალურად პასუხი გაეცა, ან რა უხეშად მექცეოდა რა იყო და აბა ვერ გაუძლე ბაბუ მე მაგას რა იმასთან ეგრე ყოფნას მიჩემნი აქ ვიყო სიცივეში ესე. ხო მეთახმები. და კიდე გავშორდი. სწორედ მოქცეულ. იმიტომაც გავშორდი რა ეგრე. ო, ეს რა ვიცხარი ბაბა. ჩემი ბიჭი დამიჩაგრებს, ნუ გეშინია ბაბუ, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. რა ვიცი, აბა. გამიჯერე ბაბუ, საახალწლოდ შურა ჩამოდის და ჩამოყავს გოგო. შენთვის. კარგი ოჯახიშვილია ბაბუ, უბატონოთ ხმას არავინ გაქცევს თურმე. აბა? მომისმინე ბაბუ. გოგო ჩამოყავს შურას, უკაცრავად ნურას. გაიგე, დამანებე ბაბუ თავი, კარგი, აღარ შემიძლია.